კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოზიტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავა ვარ. ქართული ხალხის უპატივცემულობა და დემოკრატიის უგულებელყოფა ასე პასუხობენ ქართულ ოცნებაში ევროკომისარ კაია კალასის განცხადებას, სადაც მან ქართველი ხალხი და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნა. ევროკომისარის თქმით ბრიუსელს საქართველოს მთავრობასთან კონტაქტი არ აქვს და მისი მხარდაჭერა არ სურს. როგორც მმართველ გუნდში აღნიშნავენ, კონკრეტულ ძალებს დაქვემდებარებული ევრობიუროკრატიისგან მსგავსი გამოსვლები გასაკვირი არ არის. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სწორედ ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულებების გამო მივიდა ევროკავშირი იმ უმძიმეს საგარეო კრიზისამდე, რომელზეც წევრი ქვეყნები თავადაც ღიად საუბრობენ. სწორედ ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულებაა, რომ ზოგადად დღეს ევროკავშირს აქვს საკმაოდ პრობლემური საგარეო პოლიტიკა და ამას აღიარებენ თავად შიგნითაც და წევრი ქვეყნები სწორედ ამ საგარეო პოლიტიკის რეფორმირებისკენ მოუწოდებენ. ჩვენი მხრივ გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას, ჩვენ სახელმწიფოზე ორიენტირებულ და ჩვენი ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკას და იმედი გვაქვს, რომ რაღაცა მომენტში მათ შორის ბრიუსელის ბიუროკრატები გადაიაზრებენ, რომ ის პოლიტიკა, რაც აქვთ, ეს არის დიალოგის მაგიდის საყირაობის პოლიტიკა და ის არ შეესაბამება მათსავე ინტერესებს. რას ეუბნებიან ქართულ ხალხს, რომ თქვენ არ შეგწევთ რეალური ნაბიჯის გადადგმა და რეალურად ისეთი ადამიანების არჩევა, რომელიც თქვენ სამშობლოს გამოადგება. ანუ ჭკუას ასწავლიან, ვინ უნდა ირჩიონ და ვინ არა. ამას პირველად არ აკეთებენ. ასე რომ ეს უპატივცემულო დამოკიდებულება, რაც არ უნდა შეეღებინებონ ქართული ხალხის მიმართ, მე რომ სიტყვიერად ამბობენ, რომ ჩვენ პატივცემთ ქართულ ხალხს, არის სრულიად აბსურდული. რა გამოდის? არ გინდა შენ იმ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, რომელსაც ქართული ხალხის უმრავლესობა ირჩევს და გინდა ქართულ ხალხთან ურთიერთობა, სად არის აქ ლოგიკა? თუმცა ლოგიკას ვერ მოკითხავ ხა კალას. ვერც მისი ინტელექტიდან გამომდინარე და ვერც მისი ცნობიერებიდან გამომდინარე, თავისიანებიც კი უკვე ვეღარ მალავენ ევრობიუროკრატიაში, თუ ამ შემთხვევაში მათ შორის კალასი რას და როგორ წარმოადგენს. მე დარწმუნებული ვარ, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს არც საქართველოზე, არც ქართულ ხალხზე, რაც დაუწერეს ის თქვა. ამიტომ არის, რომ ფასი არ აქვს ასეთი ტიპის განცხადებებს. მმართველი გუნდი Deep State-ის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიზების მცდელობაზე საუბრობს. როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, ევროკავშირის სხვა სტრუქტურების მსგავსად სადამფუძნებლო პრინციპებს ახლა უკვე ეუთომაც უღალატა და ოლიგარქიული ჯგუფების ინტერესების შესაბამისად ესკალაციის გამავრცელებელ ორგანიზაციად იქცა. სახელმწიფო პარტიაში განმარტავენ, რომ სწორედ ამ საერთაშორისო ინსტიტუტების საშუალებით ცდილობს Deep State საქართველოს ხელისუფლების აგენტურით ჩანაცვლებას. ეუთო როგორც Deep State-ის ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტი გუშინ პრემიერ-მინისტრმა ამხილა. ირაკლი კობახიძემ იმ კოორდინირებულ შეტევაზე ისაუბრა, რომელიც ამ ორგანიზაციის მხრიდან უკვე 4 წელია გრძელდება. პოლიტიკა მთლიანად რაც ტარდება ამ ორგანიზაციების ფარგლებში, არათუ დიალოგს და მშვიდობას ემსახურება, პირიქით მაქსიმალურად ესკალაციას და ქვეყნებს შორის დაპირისპირებას ისახავს მიზნად. ნამდვილად დასანანია, განსაკუთრებით სწორედ იმიტომ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიზების ფარგლებში და გამო მთლიანად არის შერყეული ნდობა ისეთი ტიპის ორგანიზაციებისადმი, როგორც არის ოდირი, რომელიც არის არჩევნების მთავარი დამკვირვებელი ორგანიზაცია. ამიტომ თუ კი რაიმე ხდება ამ პროცესით, ეს არც საქართველოს უნებს და არც სხვას, ეს თავადვე ეუთოს აზიანებს მისივე ორგანიზაციების სანდოობას. ეს არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ეს არის ნატოს საპარლამენტო ასამბლეიზე შეთავაზებული რეზოლუციები, ეს არის ცალკეულ ქვეყნებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში უილსონის მიერ შეტანილი რაღაცა პროექტები. აი გეგონებათ, რომ ერთი კაცის დაწერილია და კი არ გგონი 1 ცენტრიდან წამოსულია რეალურად და რა თქმა უნდა მიზნად ისახავს ძალადობრივი ცვლილებების მომზადებას საქართველოში. რა თქმა უნდა, აქამდე რაც ცადეს არაფერი გამოვიდათ, იმიტომ კი არ არის მხოლოდ რომ ჩვენი ხელისუფლება არის რაღაც ძლიერი, იმიტომ რომ ქართული ხალხი არის ბრძენი. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ეუთოდირის სისტემაში შევიდა იმ დონეზე ევრობიუროკრატია, რომ ასეთი ტიპის არა სამართლიანი და უარგუმენტო დასკვნა დაიწერა. თორემ სხვა შემთხვევაში ეუთოდირი, ევროკომისია არის ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც პატივს უნდა სცემდნენ მინიმუმ მათივე კოლეგა საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებიც აფასებენ საქართველოს და აფასებენ ყოველ კვირეულად პოზიტიურად.
12 ივლისს საქართველოში რეკორდული რაოდენობის 289 ფრენა და ფრენა განხორციელდა ინფორმაციას საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია ევროკონტროლი აქვეყნებს. წინა რეკორდი საქართველოში 2025 წლის 24 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც 277 აფრენა და ფრენა განხორციელდა. ევროკონტროლის მონაცემების თანახმად საქართველოში ფრენების ოდენობა ზრდადი დინამიკით ხასიათდება. შალვა პაპუაშვილი თელავში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, ყვარცობის შედეგად გამოწვეული ზიანის ლიკვიდაცია ინტენსიურად მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში აღმოიფხვრება. შალვა პაპუაშვილი მადლობას უხდის ყველა იმ უწყებასა და ადამიანს, რომლებიც პირველივე წუთებიდან ჩაერთნენ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. თელავში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზიანის ლიკვიდაცია ინტენსიურად მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში აღმოიფხვრება კიდეც. ასეთი მასშტაბის სტიქია რეგიონს ბოლოს ნახევარი საუკუნის წინ დაატყდა თავს. ამჯერად, გასული წლების განმავლობაში განხორციელებულმა პრევენციულმა ღონისძიებებმა თავისი შედეგი გვაჩვენა. თელავის ხევზე მოწყობილმა სამმა კასკადურმა ბეტონის ღვარცობ დამჭერმა, რომლებიც ბოლოს 2022 წელს გაიწმინდა, სტიქიის მთავარი დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო. სრულად აკავა ღვარცობის მიერ ჩამოტანილი ხეები და მორები, ქვახორღის უდიდესი ნაწილი, რამაც ქალაქი გაცილებით მძიმე შედეგს გადაარჩინა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ უწყებასა და ადამიანს, ვინც პირველივე წუთებიდანვე ჩაერთო სტიქიის შედეგის აღმოფხვრაში, შესაბამის სამინისტროებს, საგანგებო სამსახურებს, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს, თელავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და მათ თითოეულ თანამშრომლს. უწყებათა კოორდინირებული მუშაობის შედეგად ძირითად გაწმენდით სამუშაოს ერთი დღე დასჭირდა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა აღდგა. განსაკუთრებით აღსანიშნავია კახელების ერთსულოვნება, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლის წყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციების სრული შემადგენლობით დადგნენ თელაველების გვერდით და დღესაც ერთად აგრძელებენ სტიქიის შედეგთან ბრძოლას. სწორედ ასეთ დროს ჩანს, რომ სოლიდარობა მხოლოდ სიტყვა არ არის, ის მოქმედებაა. არ შემიძლია გამორჩეულად არ აღნიშნო პარლამენტში თელავის დელეგატის ირაკლი ქადაგიშვილის, ასევე თელაველი დეპუტატების, გელა სამხარაულისა და ლევან მახაშვილის აქტიური ჩართულობა. ასეთ დროს კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად ნაჩქარევი იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. სწორედ დელეგატები არიან ის ხიდი, რომლის მეშვეობითაც პარლამენტი თითოეული რეგიონის ყოველდღიურ საჭიროებებს თვალყურს ადევნებს და ხალხის ხმას უსმეს. ცალკე მადლობას ვუხდი ვარლამ ლიპარტელიანსა და ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს, რომლებიც მოხალისეობრივად ჩაერთნენ სტიქიისგან დაზარალებული თელავის მოწესრიგებაში. სტიქიის დროს ყველაზე კარგად ჩანს სახელმწიფოს შესაძლებლობაც და საზოგადოების ძალაც. როდესაც პრევენცია, კოორდინაცია და მოქალაქეთა სოლიდარობა ერთად მოქმედებს, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად დაიწყება. თელაველებს კი ვპირდებით, რომ ამ სტიქიიდან თელავი ინფრასტრუქტურულად კიდევ უფრო გამართული და გალამაზებული გამოვა. თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, ადგილზე მძიმე ტექნიკა კვლავ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. თელავის ხევზე ნაპირ სამაგრის სამუშაოები გრძელდება, ხოლო კავკასიონის ქუჩიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ამ დრომდე ქვახორღი გააქვთ. ოპერატიული მუშაობის შედეგად ქალაქისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად აღუდგა. გუშინ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო ცოცხალი ძალაც. დასუფთავების პროცესს შეუერთდნენ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ასევე კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის საკრებულოებისა და მერიების თანამშრომლები და ხელმძღვანელი პირები. მათ ის ტერიტორიები გაწმინდეს, სადაც მძიმე ტექნიკით მუშაობა შეუძლებელი იყო. კოორდინირებულად მუშაობს ყველა უწყება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილზე რჩება და აგრძელებენ გაწმენდით სამუშაოებს, რაც შეეხება სერვისების მიწოდებას, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია მოსახლეობისთვის, რაც შეეხება გაზმომარაგებას, მხოლოდ და მხოლოდ 10 აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, 5 აბონენტი აქედან არის მოსახლე და დღის განმავლობაში აღუდგება აირის მიწოდება, წყალმომარაგების კუთხით კი და აქტიურად მუშაობს კომპანია იმისათვის, რომ რამოდენიმე გარკვეული დაზიანებული მონაკვეთი ეფექტურად აღადგინოს. ახალგაზრდები, მათ შორის სხვა რეგიონებიდან არიან ჩამოსულები თელავში ჩვენს დასახმარებლად, აქტიურად ვართ ჩართულები გაწმენდით სამუშაოებში, მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც და ვფიქრობთ, რომ გაერთიანებული შრომით და ძალისხმევით მალე დავწერთ ამ გამოწვევას.
დღეიდან თელავში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი, ეგრეთ წოდებული ქალაქის გამოცდა ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. გამოცდაზე რეგისტრირებულ კანდიდატებს შესაძლებლობა იქნებათ პრაქტიკული გამოცდა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად გაიარონ. ნათქვამია განცხადებაში. თბილისში შავი ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის უეცარი წყალდიდობების ადრეული გაფრთხილების სისტემის მმართველი კომიტეტის ღონისძიება გაიმართა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა. აღნიშნული სისტემა მრავალ ქვეყანას ეხმარება ძლიერი ნალექებით გამოწვეული წყალმოვარდნების დროულ შეფასებასა და პროგნოზირებაში. საქართველოს თითქმის 30 წელია ამ ორგანიზაციის წევრია, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას ჩართული იყოს საერთაშორისო თანამშრომლობაში, მიიღოს თანამედროვე ცოდნა და ტექნოლოგიები და გააძლიეროს საკუთარი მეტეოროლოგიური სისტემა. ბოლო პერიოდში ჩვენ ყველა ვხედავთ გახშირებულ ბუნებრივ სტიქიურ მოვლენებს და რა თქმა უნდა ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ ეროვნული სისტემების გაძლიერება და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს გარემოს ეროვნულ სააგენტოს ბოლო წლებში ამ მიმართულებით, მაგრამ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და განსაკუთრებით თანამშრომლობა ისეთ ორგანიზაციასთან, როგორც არის მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია, რომელიც ამ მიმართულებით წევრ სახელმწიფოებს ეხმარება ეროვნული სისტემების გაძლიერების კუთხით. უეცარი წყალდიდობები მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მზარდ გამოწვევას წარმოადგენს. დღესაც მოვისმინეთ იმ წვევების შესახებ, რომლებიც წარმოიშვა საქართველოში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. სწორედ ამიტომ უეცარი წყალდიდობებისთვის მზადყოფნა, ინფორმაციის გაზიარება, პროგნოზირების შესაძლებლობების გაძლიერება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადრეული გაფრთხილებების დროულად მიწოდება მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს სწორედ საქართველოში ვიმყოფებით, რომელიც ამ რეგიონის მნიშვნელოვანი ჰაბია. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს ეროვნულ მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სამსახურებთან, რათა გავაერთიანოთ პროფესიული საზოგადოება და ამ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა შევძლოთ. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აუცილებს. სააგენტოს ცნობით მონასტრის ტერიტორიაზე კელიების უნებართვო მშენებლობა სააგენტოს გაფრთხილების საფუძველზე შეჩერდა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას საჭიროებს, აღნიშნულია განცხადებაში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით კასპის ტექნოპარკში ჰაკათონი ენერგო ჰაკ 2026 გაიმართა. პროექტის მიზანს ენერგეტიკის დარგში არსებული სექტორული პრობლემების მოკვლევა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მათი გადაჭრის გზების პოვნა წარმოადგენდა. მონაწილეებს უწყვეტ რეჟიმში დახმარებას უწევდნენ გამოცდილი მენტორები, რომელთა მხარდაჭერითაც ახალგაზრდების იდეები რეალურ პროექტებად და სტარტაპ კონცეფციებად იქცა. ჰაკათონის ფარგლებში ჟიურიმ საუკეთესო პროექტებიც გამოავლინა. გამარჯვებულ გუნდს საკუთარი იდეის შემდგომი განვითარებისთვის სააგენტოსგან 10,000 ლარიანი გრანტი გადაეცა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით კასპის ტექნოპარკში გაიმართა ჰაკათონი ენერგო ჰაკ 2026. ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო 60-მდე მონაწილემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. საბოლოო ჯამში მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს რეგიონებში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას და ახალგაზრდების დაინტერესებას ტექნოლოგიებით. დღევანდელი ღონისძიება კასპის ტექნოპარკში ჩატარდა ძალიან მაღალ დონეზე. შესანიშნავი კონკურსანტები იყვნენ წარმოდგენილები. კასპის ტექნოპარკი ძალიან ნაყოფიერად თანამშრომლობს სემეკთან. ჩვენ დაინტერესებული ვართ ინოვაციების, ასე ვთქვათ, ხელშეწყობით. ჩვენი, ასე ვთქვათ, ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია და მინდა გითხრათ, რომ მიზანი მიღწეულია, იმდენად რამდენადაც ძალიან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა ვნახეთ დღეს. რა თქმა უნდა, გამარჯვებას ველოდით, გამარჯვებისთვის ვიყავით აქ მოსული. ჩვენი სტარტაპი რეალურად ემსახურება საწარმოებში დანაკარგების მონიტორინგს და შემდეგ პრევენციის გზებს. ჩვენი მოგებული თანხა 10,000 ლარი დაიხარჯება, რა თქმა უნდა, ჩვენი სტარტაპისთვის, მისი განვითარებისთვის. ქუთაისში ნომერ მე-14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სრულდება 100 ბავშვზე გათვლილი ბაღის პროექტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად მოეწყობა სათამაშო და რეკრეაციული ზონები, ეზო და საბავშვო მოედნები, რაც ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის.
ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია ჯამში 28 პირი. სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 5 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, ხოლო 11 პირს წარედგინა ბრალდება. კერძოდ, საქმე ეხება წალკის, ახალციხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა კერძო კომპანიის მიერ გზის მონაკვეთის, სასმელი წყლის შიდაქსელისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს დოკუმენტაციების გაყალბებისა და უკანონო ქმედებების შედეგად თაღლითურად მითვისებულ 10,000-ობით ლარს. ამასთან, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებით ასევე დგინდება, რომ პასუხისგებაში მიცემული პირებიდან რამდენიმე თბილისის საბავშვო ბაღებისა და ბათუმის უფასო სასადილოებისათვის მომსახურების მიზნით გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სხვადასხვა დროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობის განსხვავებული მარკისა და სასაქონლო ნიშნის მქონე სააღდგომო სურსათი და დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები. აღნიშნული უკანონო ქმედებების შედეგად სახელმწიფოს ჯამში 679,497 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა. სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სამ სისხლის სამართლის საქმეზე 7 პირს ბრალდება წარედგინა. საქმე ეხება სხვადასხვა დროს დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტის მერიებისა და საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფოს კუთვნილი ჯამში 91,564 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს ჯამში 397,804 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა. ქრთამის აღების ფაქტებთან დაკავშირებით კი სისხლის სამართლის სამსაქმეზე დაკავებულია 3 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა სხვადასხვა დროს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ეგრეთ წოდებული დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად გადაცემისა და შემდგომი მფარველობის, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან გამოტანის დაპირების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს. სამ სისხლის სამართლის საქმეზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე კი დაკავებულია 4 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სხვადასხვა დროს ყალბი მართვის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ერთ-ერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყალბი ბაკალავრის დიპლომის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს. ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მეორე ნაწილის ა და მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტებით, 196 მუხლის პირველი ნაწილით და მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტებით, 221 მუხლის მეოთხე ნაწილით, 322 მუხლის პირველი ნაწილით, 328 მუხლის პირველი ნაწილით, 341 მუხლით და 362 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით. ანტიკორუფციული სააგენტო აგრძელებს მუშაობას
ნებისმიერი კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. აქვე აღნიშნავთ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყველა სახის კორუფციული რისკების შეფასებასა და აღმოფხვრას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ყოველდღიური მუშაობა, რათა კორუფციის დონე მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. მადლობთ ყურადღებისათვის. ეს იყო ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში საირიგაციო სისტემების არსებული მდგომარეობა და მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო პროექტები განიხილეს, ასევე იმსჯელეს იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს მელიორაცია გეგმავს. ამ წუთებში გლდანის რაიონში ნომერ მე-14 საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობას ეყრება საფუძველი ღონისძიებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები თბილისის საკრებულოს წევრებს, მივესალმები ვიცემერს, თბილისის მთავრობის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას ყველას. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სარაჯიშვილის ნომერ 13-ში, სადაც თბილისის მე-14 საბავშვო ბაღის ახალ მშენებლობას ვიწყებთ. მეგობრებო, დღეს სიმბოლურად საფუძველს ვუყრით მომავალს, რადგან თითოეული ახალი საბავშვო ბაღი არის ინვესტიცია ჩვენს შვილებში, ჩვენს ოჯახებსა და ჩვენი ქვეყნის მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სწორედ აქ, ამ ერთ კონკრეტულ მუნიციპალურ ბაღში აღიზრდებიან ბავშვები, რომლებიც მომავალში ჩვენი ქალაქისა და ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები იქნებიან. სწორედ აქ ისწავლიან მეგობრობას, ერთმანეთის პატივისცემას, გუნდურობასა და იმ ღირებულებებს, რომლებიც ძლიერი საზოგადოების საფუძველია. ამიტომ საბავშვო ბაღის მშენებლობა არ არის უბრალოდ ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს არის დიდი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. მეგობრებო, რამდენიმე წლის წინ ამ ადგილას იდგა ძველი, ამორტიზირებული და სტანდარტებთან შეუსაბამო შენობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა ბავშვების უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი დემონტაჟისა და სრულიად ახალი ბაღის აშენების შესახებ. ახალი შენობა სრულად იქნება მორგებული თანამედროვე სტანდარტებზე. აქ განთავსდება 8 სააღმრდელო ჯგუფი და სკოლამდელი განათლების მიღებას 250-მდე ბავშვი შეძლებს. ბაღი აღიჭურვება თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, იქნება ადაპტირებული შუშუმ პირებისთვის, მოეწყობა სათამაშო მოედნები, კეთილმოწყობილი ეზო და თანამედროვე სასწავლო გარემო. თანამედროვე უსაფრთხო და კეთილმოწყობილი მუნიციპალური ბაღები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც, რომ ჰქონდეთ სიმშვიდის განცდა, იცოდნენ, რომ მათთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები უსაფრთხო, მზრუნველ და ხარისხიან გარემოში არიან. ბოლო წლების განმავლობაში სკოლამდელი განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. მუნიციპალური ბაღები სრულად უფასოა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კვებისა და უსაფრთხოების სტანდარტები და აშენდა ათეულობით ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ჩვენთვის სკოლამდელი განათლება არასოდეს ყოფილა ხარჯი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელსაც სახელმწიფო საკუთარ მომავალში დებს. დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისს ვუყრით საფუძველს. სიმბოლურად ჩვენ ჩავდებთ სამშენებლო კაფსულას და მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულ კაფსულაში ხელმოწერილი დოკუმენტი იქნება განთავსებული და მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ წერილი არ იქნება, ჩვენ აქ ვტოვებთ ჩვენს რწმენას, რომ მომავალი თაობა კიდევ უფრო განათლებულ, ძლიერ და წარმატებულ საქართველოში იცხოვრებს. დარწმუნებული ვარ, ამ შენობაში აღიზრდება არაერთი ბავშვი, რომელიც მომავალში ექიმი, მასწავლებელი, ინჟინერი, მეცნიერი, სპორტსმენი, ხელოვანი თუ ქვეყნის ღირსეული მოქალაქე იქნება. სწორედ ამიტომ აქვს დღევანდელ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა. როდესაც ქალაქი აშენებს საბავშვო ბაღს, სინამდვილეში ის საკუთარ მომავალს აშენებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე აქ ბავშვების ზრიამული და სიცილი გაისმება. რაც ნებისმიერი ასეთი პროექტის ყველაზე დიდი წარმატებაა.
მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობას იღებს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში და უსურვო წარმატებები. ახლა კი მინდა სიტყვა გადავცე საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ბატონ გურამ ოქროპირიძეს. მადლობა, მოგესალმებით, მივესალმები დედაქალაქის მერს, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრებს, მოწვეულ სტუმრებს. მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ დღეს ვიწყებთ ახალი თანამედროვე სტანდარტების ბაღის მშენებლობას გლდანის რაიონში და მომდევნო წელს კიდევ ერთი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატება დედაქალაქს. 3500-მდე კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი და ჩვენ გვექნება, როგორც ბატონმა კახიმ აღნიშნა, 250-მდე აღსაზრდელის მიღების საშუალება გამწვანებულ გარემოში, სადაც აბსოლუტურად ყველა სტანდარტი იქნება დაცული, დაწყებული მშენებლობის ეტაპიდან გაგრძელებული აღჭურვით ნებისმიერი ინვენტარი, რაც ბაღში ხდება ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ ბაღების განახლებას და მშენებლობას და ამაში სრული მხარდაჭერა გვაქვს დედაქალაქის მერის, რითაც მინდა მადლობა გადაუხადო. ჩვენ ვაშენებთ 8 ახალ ბაღს, რომელიც ეტაპობრივად გაიხსნება მომდევნო პერიოდში, წელს უკვე ლილოს ბაღიც გვექნება სექტემბრიდან, ასევე 120-მდე ბაღში გვექნება ზაფხულის პერიოდში მცირე და საშუალო ზომის სარემონტო სამუშაოები და საბოლოო ჯამში ჩვენ ყოველწლიურად კიდევ უფრო მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით დახვდებით ჩვენს აღსაზრდელებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ახლა მინდა ვთხოვო მე-14 ბაღის დირექტორს და ბატონო კახი თქვენთან ერთად სიმბოლურად კაფსულაზე ხელმოწერით მოვათავსოთ და დავიწყოთ ის პროცესი. მადლობა.